დიდი. ეხლა მოდი გადავიდეთ უკვე ჩვენი ჩინეთში ვიზიტის თემაზე და თან პარალელურად ამ ვიზიტის პარალელურად ვისაუბროთ უკვე იმ პერსპექტივებზე, რაც ზოგადად გლობალურად აქვს ჩინურ ავტოწარმოებას და ავტოინდუსტრიას. სხვადასხვა აქვე ხაზს გაუსვავ, რომ ვიყავით Sena Autos ეგიდით, Jack Motors-ის იუბილეზე, სადაც მოხდა ძალიან მაგარი პროტოტიპის დაანონსება. ეს არის ახალი ბრენდი, რომელიც Jack Motors-ის ქოლგის ქვეშ გამოვა და გამოდის. ეს არის Maestro სახელწოდებით, ძალიან მაგარი ბრენდი, რომელიც Jack Motors-ის და Huawei-ის ერთობლივი კოლაბორაციით შედგა. ანუ მასში ადაპტირებულია თავიდან ბოლომდე Huawei-ის ტექნოლოგიური ხაზი, რაც კიდევ ერთხელ ზრდის ამ მანქანის ბრენდის awareness-ს, როგორც იტყვიან. ხო და ეს ავტომობილი ხა თან პარალელურად ვიზუალიზაციასაც ნახავს ჩვენი მაყურებელი, არც მეტი, არც ნაკლები იქნება ისეთი წამყვანი ევროპული ბრენდების კონკურენტი, როგორც არის მაგალითად Maybach-ი, Mercedes-Benz-ის ხაზიდან და ბევრი სხვა ლაქშერი ხაზის ავტომობილი. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ აი ყველა ძალიან რა იყო საგულისხმო, როდესაც Guangzhou-ს ავტოშოუზე ვიყავით. ანუ ფაქტიურად ეხლა ყოველგვარი სუბიექტივიზმის გარეშე ნახეთ ფაქტიურად ჩინური საავტომობილო ხაზები, სადაც ფაქტიურად აი რიგები არ წყდებოდა და არ დავასახელებ ეხლა ევროპულ ბრენდებს რეკლამაში რო არ ჩაგვეთვალოს, ნახეთ საწოდავად სადღაც კუთხეში ევროპული ბრენდები, ვინც კი შეხვდა, რომელზეც ისეთი ყურადღება არ იყო გადატანილი, როგორც ჩინურ ავტომობილებზე სამოვლო ჯამში. ამას ვამბობ ყოველგვარი სუბიექტივიზმის გარეშე, იმიტომ რომ საერთაშორისო მედიაც აშუქებდა ამ ღონისძიებას ჯამში და ყოველ შემთხვევაში დიდი ინტერესი ტრადიციული ევროპული ბრენდებისადმი, ან თუნდაც ამერიკული ბრენდებისადმი, თუნდაც კორეული ან იაპონური ბრენდებისადმი, რატომღაც ვერ დავინახე. ეს კიდევ ერთხელ აი შეუიარაღებელი თვალითაც ქმნის უკვე იმ ინტერპრეტაციას და ასოციაციას, რა ფსონი კეთდება გლობალურადაც ჩინურ ავტოწარმოებაზე. მოდი, რამდენიმე სიტყვით გვიან, ხა რამდენიმე კუთხედი კითხვა გამომივიდა. პირველია ეს Jack-ის იუბილე, Huawei-სთან კოლაბორაცია, Guangzhou-ს ავტოშოუ და მერე უკვე აი საერთაშორისო მარკეტინგი, რაც ჩინურ საავტომობილო ბრენდებს გააჩნიათ. აი ეს საკითხები მინდა რომ გავშალოთ დეტალურად. ჩვენ ვიყავით ერთად Jack Motors-ის კონფერენციაზე პირველი და მათ ავტოშოუზე, სადაც წარმოდგენილი იყო პირველად ჩინეთში, სხვათა შორის პირველი ასეთი პრემიუმ აპს ეძახით ჩვენ, სუპერ პრემიუმს ეძახიან თვითონ ავტომობილი Maestro, რომელიც არის სრული ტექნოლოგიური ხაზით აღჭურვილი და მისი პოზიციონირება იქნება საშუალოდ 150-200,000 ფარგლებში და ძალიან საინტერესო ავტომობილია, არის ბიზნეს კლასი და არის სამთავრობო ხაზის ავტომობილი. ორი მოდიფიკაცია ვნახეთ ჩვენ, ნახეთ ელექტრო და პლაგინ ვერსია და ვნახოთ საერთაშორისო ბაზრებზე ის ალბათ გამოჩნდება ერთ წელიწადში, რადგან როგორც მათმა საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა გითხრა, უკვე 18,000 ავტომობილი აქვს ამ თვეში დაკვეთა და მიწოდების ხაზი სადაც თებერვალ-მარტის ბოლომდე აპირებენ რომ ეს დაამზადონ. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრისთვის ეს ავტომობილი ალბათ ცოტა მოგვიანებით იქნება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყოს ძალიან კარგი კოლაბორაცია Jack Motors-ის და Huawei-ის, რომელიც ალბათ გამართარდება და უკვე დაანონსდა, რომ ეს არის სედანის კლასის ავტომობილი და უკვე SUV-ის კლასის ავტომობილზეც მუშაობენ. და ეს Maestro-ს სუპერ პრემიუმ ხაზი ალბათ განვითარდება ძალიან მალე და იმედია შევქმნიან, რომ ყოველ შემთხვევაში ერთ წელიწადში საქართველოშიც გვეყოლება და მას ერთად გავტესტავთ მომხმარებელთან ერთად. რაც შეეხება სხვა მოდელებს, ასევე წარმოდგენილი იყო უკვე ორი მოდელი. ერთი ჩვენი მომხმარებელი კარგად იცნობს T9 პიკაპს, რომელიც არის ჩვენთან ბაზარზე დიზელი, მაგრამ უკვე გამოვიდა ელექტროვერსიაც და ამ ელექტროვერსიის პიკაპზე ჩვენ უკვე გვაქვს მოთხოვნა და მოწოდებას გეგმავთ. არის როგორც წინაწამყვანი, ასევე 4x4-ზე და ელექტრო პიკაპი იქნება ერთ-ერთი ფლაგმანი იმ პიკაპების რიგში, რომელიც Jack Motors გააჩნია. სულ 4 რიგი აქვს პიკაპების და ეს ახალია, რომელიც ჩვენ ტესტ-დრაივზეც გავსინჯეთ და ძალიან ნორმალური ავტომობილია. ასევე მალე გვეყოლება შოურუმში მინივენი RV 6 ადგილიანი. კი ბატონო. და ესეც ბიზნეს კლას მინივენია.
არის როგორც ბენზინის, ასევე პლაგინის ვერსია. ეს ძირითადი სიახლეები Jack Motors-გან ჩვენ ასევე test drive-ზე გავსინჯეთ და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბაზრისთვის. ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება როგორც საერთო Jack Motors-ია საქართველოს წარმატებული, ეს მომავალი მოდელების წარმატებული იქნება. რაც შეეხება ჩინურ ავტოწარმოებას, როგორც აღნიშნეთ, ყველამ გაიგო, რომ ისინი კოლაბორაციაში არიან მსოფლიო ბრენდებთან, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული. ამიტომ მათ ხარისხზე, რომლებიც ერთად მუშაობენ, თქვათ ამ დიდ ბრენდებთან, უკვე კითხვები აღარ არის და სწორედ ამან გამოიწვია, რომ თუ თქვათ საშუალო მომხმარებელს უნდა ასეთი დიდ ბრენდებთან კოლაბორაციის შექმნილი მანქანა და უფრო დაბალ ფასად, რა თქმა უნდა, იყენებენ და ყიდულობენ ჩინურ ავტომობილებს, რომლებიც ხშირად აი პროტოტიპები არიან ევროპული ან ამერიკული ბრენდების და ფასი აქვს დაბალი და რა თქმა უნდა შერჩევა მიდის აქამდე, რომ ფასი და ხარისხი. არა მარტო